2025 წელს ქართული ღვინო 21 ქვეყანაში 60-მდე გამოფენა ფესტივალსა და 300-ზე მეტ დეგუსტაცია სემინარზე იყო წარმოდგენილი. გასულ წელს მონაცემებით უცხოელი პროფესიონალების მონაწილეობით ჩატარდა ღვინის 18 ტური. საექსპორტო პოტენციალის ზრდისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტო სხვადასხვა პროექტს 2026 წელსაც აქტიურად დაგეგმავს. 2025 წელი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა მევენახეობა მეღვინეობის დარგისთვის. მოგეხსენებათ, რომ ქართული ღვინის დივერსიფიცირება მზარდია, ამისთვის არ ვიშურებთ ძალისხმევას. ქონდა ღონისძიებები, სხვადასხვა ღონისძიებები 20-ზე მეტ ქვეყანაში მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის უამრავი დეგუსტაციები, წარდგინებები ქართული ღვინის, ასევე მონაწილეობდით ძალიან მნიშვნელოვან გამოფენებსა და ფესტივალებში. დაახლოებით 50-მდე გამოფენა ფესტივალში იყო წარდგენილი ქართული ღვინო. მუშაობთ სტრატეგიულად, ტრადიციულად ბაზრების დივერსიფიცირებისთვის, კერძოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, პოლონეთში, გერმანიაში, იაპონიაში, ჩინეთში, სამხრეთ კორეაში და რა თქმა უნდა, ეს გაგრძელდება 2026 წელსაც. ფიქრობთ ასევე, რომ განსაკუთრებული ძალისხმევები მივმართოთ კანადასა და სკანდინავიის ქვეყნებისთვის, რომლებიც ასევე გამოირჩევიან ღვინის მოხმარებით და ვფიქრობთ, რომ საინტერესო ბაზარია ქართული ღვინისთვის. გასული წელი ძალიან წარმატებული და საინტერესო იყო ჩვენი მეღვინეობისთვის. გამოვარჩევდით ბრიტანეთისა და ამერიკის ბაზრებს, სადაც სხვადასხვა ტიპის წარმატებებს მივაღწიეთ. მოხდა ახალი განთავსებები, როგორც სავაჭრო ქსელებში, ასევე ონლაინ პლატფორმებზე. აღნიშნული შედეგები ძალიან ბევრი წლის ერთობლივი შრომის შედეგია, როგორც ჩვენი მეღვინეობის, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოსი. ერთიანად ხორციელდება უამრავი საინტერესო პროექტი, რომელიც ხელს უწყობს შემდეგ, რომ მოხდეს წარმატებით ღვინის განთავსება, ქართული ღვინის პოპულარიზაცია. ადგილობრივი პროგრამების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში გაიმართა ჩვენი ორგანიზაციის საქართველოს ღვინის კოლექციის მიერ ორი ღონისძიება. ერთ-ერთი იყო ზაფხულში, ბათუმში ჩატარდა ახალგაზრდა მეღვინეებისადმი მიძღვნილი ფესტივალი ახალშენი, ხოლო მეორე ეხლა ჩატარდა სიღნაღში, იყო სიღნაღის შემოდგომის ფესტივალი საინ ვაინი მონიშნე ღვინო. პირველი ფესტივალის მიზანი გახლდათ ბაზარზე ახალგაზრდა ახალბედა მეღვინეების წინ წამოწევა და მათთვის ერთგვარი მოტივაციის მიცემა ამ სფეროში სამომავლოდ სამოღვაწეოდ. გარდა ამისა მოხდა მათი შეხვედრა გამოცდილ მეღვინეებთან და თვლით, რომ ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს როგორც სამომხმარებლო კულტურის ამაღლებას, ასევე იმ ჩვენი მნიშვნელოვანი ტრადიციების შერწყმას თანამედროვე დაყენების მეთოდებთან და უკვე მოგცემს ძალიან ხარისხიან პროდუქტს. იყო ძალიან საინტერესო მეღვინეების კონკურსი, დაჯილდოვდნენ საინტერესო ღვინის ავტორი მეღვინეები და გამოიწვია ძალიან დიდი გამოხმაურება, როგორც სოციმედიასა და ბეჭდვით მედიაში, ასევე სტუმრების სიმრავლის მხრივ. გავიცანით ძალიან საინტერესო ადგილობრივი ჯიშები და ადგილობრივი მწარმოებლები, რაც იყო მთავარი აქცენტი ამ ფესტივალის. გამოკვეთა იმ ადგილწარმოშობის ღვინოებისა და ჯიშების, რომლებიც საკმაოდ მრავლად გვაქვს საქართველოში და განსაკუთრებით ამ რეგიონში.